მოდი გავიაროთ საკითხი. რატომ ვერ ვდებ შედეგს მე ჩემს ძაღლთან? შეხომ შეისწავლა ის საკითხები, რომლებზეც მუშაობ. კინოლოგების რჩევების დაზეპირებული გვაქვს. გეთანხმები საინტერესოა და შესაძლებელია ძალიანაც კარგი გეგმა გაქვს. მოდი დაგეხმარები და მეც დაგიმატებ ერთ კარგ რჩევას. უბრალოდ დააგვირდი შენი 4 ფეხა მეგობრის ტემპერამენტს და მოიძიე მის ჯისზე მაქსიმალურად მორგებული მიდგომები. მაგალითად, თუ ძაღლი ენერგიულია, პირველ რიგში სამუშაო მისი ემოციის კონტროლია. აგზნებულობა უნდა შევამციროს. ძაღლებს კი, რომლებსაც თითქოს ცხოვრება ეზარება, წოლიარე ცხოვრების სტილიც რო გამოირჩევიან, მათ პირიქით ჩვენი ენერგია უნდა გაუზიაროთ. ეს ინფორმაცია პატარა ცვლილებებს მოგცემს და შესაძლოა საკმაოდ ჩქარა მიგაახლოვოს მიზანს. ეს იქნება დამოკიდებული შენ შექმნილ გეგმასა და დაკვირვებულობაზე. გისურვებ წარმატებებს.